გამარჯობათ. ისტორიები, რომლებიც ახლა მინდა გიამბოთ, მშობლების მიერ მცირეწლოვანი შვილების შიმშილით მკვლელობის ფაქტებია. დადასტურებული სასამართლოს მიერ განხილული და განაჩენ გამოტანილიც. პირადად მე არ მგონია, რომ ის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც გაბაზრდა და გამოქვეყნდა, უბრალო გამონაკლისი იყოს. ნეტამს ასე იყოს. ფაქტი ისეთია, რომ მშობლების მიერ შვილის შიმშილით მკვლელობა სამართალდამცველებისთვისაც კი ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფაქტების გარკვეული რაოდენობა უბრალოდ არც კი მივიდა სასამართლომდე. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ასეთი ფაქტები არ არის ხშირი, ექიმების არსებობაა. ექიმს არ გაუჭირდება შიმშილით გამოწვეული ბავშვის ავადმყოფობის მიზეზის გარკვევა და უმეტეს შემთხვევაში ისინი ახერხებენ მშობლების გადარწმუნებას და ბავშვის გარდაცვალების პრევენციას. ეს ამბები არანაირად არ იქნებოდა საინტერესო, ბოლოს რამდენი მანიაკი არსებობს და კიდევ გამოჩნდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ უკან იდგა ტვინის გამომრაცხი იდეოლოგია. მანიაკებისაგან ეს ადამიანები განსხვავდებიან, რადგან სულაც არ იღებდნენ სიამოვნებას მკვლელობისაგან. მათ რეალურად უყვარდათ თავისი შვილები და მათი ავადმყოფობით და გარდაცვალებით დაიტაჯნენ კიდეც. უბედურება იმაშია, რომ მათი საქციელის უკან რომ იდგა ის იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მამამთავრებისაკენ ხელი არავის გაუშვერია. მარკს, ენგელს, ლენინს პირადად არავინ არ მოუკლავთ. მაგრამ მათი იდეოლოგიით მოხდა რევოლუციაც 37-იანი წლებიც და რა მასშტაბის ტერორი იყო საბჭოთა კავშირში და სოციალისტურ ბანაკში, ეს ჯერ კიდევ არ არის ზუსტად შეფასებული. ეს გახლავთ ვეგანობის იდეოლოგია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყოველგვარი ცხოველური პროდუქტი თაფლის ჩათვლით არის მავნე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ჭამა. მათ ეს გაავრცელეს ჩვილბავშვებზე და ზოგი ციხეში აღმოჩნდა შვილის მკვლელობისათვის, აქედან ნაწილი სამუდამოდ. მაშასე, დავიწყოთ ფაქტები. პირველი აბაია იაშარალახი. დაიღუპა 3 წლის ასაკში, ქალაქ ბირმინგემში, ინგლისში. მშობლები დააპატიმრეს ბავშვის სიკვდილის გამოწვევისათვის ექსტრემალური ვეგანური დიეტის შედეგად. რომ შეხედავ ნორმალურ ადამიანებს გვანან. ამბავი სულ ახალია, აგერ ლინკიც. ლინკი კიდევ ვიდეოს აღწერაშიც არის მოყვანილი. გასაკვირია ხომ, მაგრამ მე მთელ ამბავში მიგვირს ის, როგორ მოაღწია ბავშვმა 3 წლამდე. ეტყობა რაღაც გარკვეული დრო ძუძუზე ხავდათ, ანუ ცხოველურ საკვებს იღებდა. სხვა ცნობილი მსხვერპლებისაგან განსხვავებით, იმათ ამდენიც არ გაუმართლათ. ეს კდემამოსილი 38 წლის ქალბატონი შეილა ოლეირია, სამუდამო პატიმრობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან ვეგანური დიეტით 18 თვის ბავშვი მოკლა. მოხდა ეს 2019 წლის სექტემბერში, შტატებში ფორტ მეიერში. ლინკი აგერ არის. შემდგომი ინფორმაცია 2004 წელში 6 კვირის კროუნშაკური დაიღუპა მშობლების ხელით. ეს მოხდა ქალაქ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო სკოლა გახლავთ. ესეც ლინკი შეგიძლიათ დეტალები წაიგითხოთ. კიდევ ერთი შემთხვევა ნიუ-იორკში, κουინსში 17 თვის ეის ვინტონი შიმშილით მოკლეს ვეგანურმა მშობლებმა 31 წლის ჯოზეფ და ლინდას ვინტონებმა. ესეც ლინკი ამ ინფორმაციაზე. მე მგონი საკმარისზე მეტია ცუდი ამბები. ვიმეორებ, ეჭვი მაქვს ბავშვების დამშევის შემთხვევები მეტიც იყო, მაგრამ ექიმების სწორი მოქმედების და მშობლების აზრზე მოყვანის სტატისტიკა, საერთოდ არ არსებობს. ისევე როგორც რამდენ შერჩა ასეთი დანაშაული, იმიტომ რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ბრალი ხომ უნდა წაუყენო და როგორი საქმეა შვილმკვდარი დედმამა დაადანაშაულო, რომლებიც აშკარად
გულწრფელად დასტერიან თავის შვილს. ეს სამართალდამცავებისათვისაც საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენც ძუძუმწოვრებს მივეკუთვნებით და როგორც ყველა ძუძუმწოვარი გარკვეული დროის განმავლობაში ვიკვებებით დედის რძით. ძროხა რომ ძროხაა, ისიც კი სანამ ახალშობილია, მხოლოდ ცხოველური პროდუქტით დედის რძით იკვებება. ასე რომ ბავშვის ვეგანურ დიეტაზე გადაყვანა არის არანორმალური, არაბუნებრივი მოქმედება და ის დროა კანონით იქნეს აკრძალული. არადა მე არ ვიცი, რომ სადმე საკრძალული იყოს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ნორმალურ ქმედუნარიან ადამიანს ასეთი რამე თავში მოუვიდეს. რაც შეეხება ზრდასრულს, ზრდასრულის ორგანიზმი ბევრად უფრო მდგრადია, ჩართულია საკომპენსაციო მექანიზმები და ჯანმრთელს ზრდასრულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ვეგანური დიეტის საკმაოდ ხანგრძლივად გაძლება. მართლაც ხომ სწორედ რომ ვეგანური კვება შეიძლება ორ თვესაც გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დგება. მარხვის დაცვა ჯანმრთელი ადამიანისთვის სასარგებლოც არის, ავადმყოფს კი არავინ არ აიძულებს. წამალსა და საწამლავ შორის განსხვავება არის დოზა. გარკვეული დროით ვეგანური დიეტა სასარგებლოც კია, განაპირობებს ქოლესტერინის, განსაკუთრებით ცუდი ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას. ასევე მასის ინდექსის შემცირებას და მეორე ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკასაც კი წარმოადგენს. ვეგანური დიეტის მინუსი ზრდასრულებისათვის პირველ რიგში B12 ვიტამინის დეფიციტია. ამიტომ ვეგანებისათვის განკუთვნილ პროდუქტებს ამ ვიტამინით ამდიდრებენ. აქ ვეგანები საკუთარ დებულებებს ეწინააღმდეგებიან, რადგან B12 სინთეზური არ არსებობს. ის ცხოველების ორგანიზმიდან გამოიყოფა, მაგრამ არ აუშავს. საკუთარ თავს შეეწინააღმდეგონ და ვიტამინი მიიღონ ეს ჯობია. გარდა ამისა, ვეგანურმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ჩვენთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტი. რკინა, კალციუმი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. ამ ვიდეოში ყველაფერს ვერ განვიხილავ, არარეალურია და არც არის მიზანი. ბავშვების შემთხვევაზე უკვე ვისაუბრეთ. მინდა მანდ უпростоრად ვეგანური დიეტას საერთოდ ასაკრძალია ბავშვების შემთხვევაში, თუმცა ისიც არ მოხდეს, რომ მერე ბავშვს მცენარეული საკვები აღარ მივცეთ. ექსტრემიზმი არაფერში არ არის, ექსტრემალური გადახრა არაფერში არ არის სწორი. რომ დაფიქრდეთ, ყველაზე უფრო საყვარელი საჭმელს, რაც გვიყვარს, შანსი აქვს ჩვენთვის ყველაზე მავნე გახდეს, რადგან მას ყველაზე უფრო ხშირად მივირთმევთ და წამალსა და საწამლავ შორის განსხვავება რომ დოზა არის, ეს დებულება აქაც ძალაშია. ასე რომ, ჯანმრთელი ადამიანის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი და ბალანსირებული, ზედმეტი არც მცენარეული ვარგა და არც ცხოველური. წყალი რომ წყალია, ზედმეტი ისიც არ ვარგა, სასმელ წყალსაც აქვს ლეტალური დოზა. რაც არ უნდა იდეალურად ვიკვებოთ, ვერც დაბერების პროცესს შევაჩერებთ და მიქელ გაბრიელის აუცილებლად გამოუვლის როდესღაც. თუმცა არასწორი კვებით ეს პროცესი შეიძლება მხოლოდ დავაჩქაროთ. ასე რომ, ვეგანი ავტორის მიერ დაწერილი წიგნები როგორ არ მოუკვდეთ და როგორ არ დაუბერდეთ, ამათ კითხვაზე დროს ნუ დაკარგავთ. აბსოლუტურ ხარისხში და სექტანტობის დონეზე კვების რეჟიმი არ უნდა მივიყვანოთ. ვინც მიიყვანა, ხედავთ როგორ დაამთავრა. იდეალური დიეტა შედგენილი არ არის, ალბათ მისი შექმნა შეუძლებელიცაა, რომ ყველას გამოადგეს და უფრო რეალურია, რომ ყველა პიროვნებისათვის ინდივიდუალური გამოდგეს იდეალური დიეტა. ასე რომ, დაიმეგობრეთ სასწორი და სანტიმეტრი, გამოითვალეთ თქვენი მასის ინდექსი და იზრუნეთ იმაზე, რომ მასის ინდექსი ყოველთვის ნორმაში გქონდეთ. თუ ნორმიდან გამოვიდა, ენდოკრინოლოგს ან ნუტრიციოლოგს მიმართ.